გამარჯობათ ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. ეთერშია მორიგი გადაცემა ჩინური პანორამა და მე მისი სამყარო პროფესორი სინძიანის უნივერსიტეტის ექსპერტ კონსულტანტი ბადრი ნაჭყებია. მოგესალმებით თქვენ. თქვენიცით ჩვენ ეს აღვინიშნია არაერთხელ და არაერთი გადაცემა გაგვიკეთებია, მათ შორის აღლომის დღესასწაული, რომ წელს ჩინეთი აღნიშნავს იაპონიაზე გამარჯვების 80 წლის თავს. თქვენიცით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ძალიან საინტერესო კონფერენცია საელჩოსთან ერთად მედია კავშირმა ობიექტივმა მიუძღვნა რამოდენიმე გადაცემა თავისი ეთერით. მე მინდა მადლობა გადაუხადო მის ხელმძღვანელობას ამისთვის და იცით წელს ეს თემა ისევ გრძელდება და ჩვენ ვეცდებით კიდე რამოდენიმე გადაცემა გაჩვენოთ ამ თემაზე, იმიტომ რომ ეს თემა წელს აღიქმება როგორც ჩინეთის კიდევ ერთი დამკვიდრება მსოფლიო რუკაზე. თქვენიცით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რიგი ისტორიკოსი გამოვიდა წინადადებით, რომ გადავიდეთ მეორე მსოფლიო ომის დაწყების ჩინურ თარიღზე. საქმე იმაშია, რომ ოფიციალურად თქვენიცით მეორე მსოფლიო ომი იწყება 1939 წლიდან, მაგრამ ჩინელი მეცნიერები და ჩინური საზოგადოება თვლის, რომ ეს იწყება 1937 წლიდან, როცა მარკო პოლოს ხიდზე ფაქტიურად იაპონია გადმოვიდა შეტევაზე და ამ ომში უკვე ჩაერთო რამოდენიმე ქვეყანა. ამაზეც ილაპარაკებს ჩვენი სტუმარი და ალბათ ჩვენ მაყურებელს გაიხარდება იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ჩვენთან სტუმრად არის ძალიან პოპულარული ადამიანი ჩვენ გადაცემაში. საქმე იმაშია, რომ ამაზე მეტყველებს ის წერილები, მე შენიშვნასაც კი მაძლევენ. როცა ეს ადამიანი გამოდის, ძალიან ბევრსაც ლაპარაკობ, ესეთის მithყევ დღეს შევეცდები უფრო ცოტა ვილაპარაკო, იმიტომ რომ ჩვენი სტუმარია ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სხვა რეგალიებს აღარ ჩამოვთვლი, ბატონი თემურ ფაჩოლია. ბატონო თემურ, მოგესალმებით ჩვენ სტუდიაში და კიდევ ერთხელ მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, რომ თქვენ ვიცით საკმაოდ შეზღუდული დრო გაქვთ და ამასთან დაკავშირებით რომ გამონახეთ დრო და რომ მობრძანდით ჩვენთან. უბრალოდ ჩვენ ბატონი თემურ ფაჩოლია რო არ დაგვიპატიჟებინა ჩვენ სტუდიაში, უბრალოდ იმ დროს როცა ჩვენ ასე თუ ისე გვინდა პიროვნების როლი გამმართოთ ისტორიაში და ამ შემთხვევაში ჩინეთის ისტორიაში, სხვანაირად არ გამოვიდოდა. საქმე იმაშია, რომ მე კიდევ ერთხელ შევასხსენე, რომ ბატონი თემურ ფაჩოლია ამ ფილოსოფიური ნაშრომების გარდა საკმაოდ დიდი ნაშრომი კვლევაა გაკეთებული იოსებ სტალინზე და ჩვენ ვთქვით, რომ პრაქტიკულად ბატონი თემური მზად არის, რომ აიღოს თავის თავზე და პირველად ქართული პუბლიცისტიკის ისტორიაში გააკეთოს ნაშრომი მაოძედუმზე. აქ ვიცით რა არის, მე ყოველთვის ლაპარაკობ, რომ პირველ რიგში დაინტერესებული უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით ქართული მხარე, ქართული ბიზნესმენები, რომლებსაც გააქვთ თავისი ნაწარმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და თუ ჩვენ მოგმართავენ, ჩვენ ვიქნებით ძალიან მოხარული ამ თანამშრომლობისთვის და აი ზუსტად კიდევ ერთი შედეგი იქნება, ეხლა თქვენ ნახავთ ბატონი თემურის ერუდიციას აი ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ როცა 80 წელს აღნიშნავენ და ჩვენ არ შევეხოთ კონკრეტულად იმ დიდ ფიგურას, რომელსაც მაოძედუმი ქვია, ალბათ არ იქნება ეს ნორმალური უბრალოდ და არ იქნება სწორი აბსოლუტურად, რომ ჩვენი სეზონი ამ თემატიკაზე, ამ თემის გახსნის გარეშე რომ დავამთავროთ. ამიტომ დღეს 80 წლისთავი ჩინეთის გამარჯვების იაპონიის აგრესორებზე და როლი იგივე მაოძედუმის, ჩინეთის კომუნისტური პარტიის და აი თქვენი თვალთ ხედვა, იმიტომ რომ თქვენ იცით რაღაც პერიოდში ჩანკაიშიც იყო ჩართული ამ პერიოდში, ერთად იბრძოდნენ რაღაც პირველი პერიოდი, ესე იგი მათ ჰქონდათ დომინაცია აღებული ამ ბრძოლაში, მაგრამ საბოლოოდ ისე დამთავრდა, რომ ეს იყო პრაქტიკულად მაოძედუმის ჩართვის შემდეგ
მოხდა აი სერიოზული გარდატეხა. აი ზუსტად ეს გვაინტერესებს სტალინის როლი ამ შემთხვევაში, სტალინ მაუძედომის ურთიერთობა ამ ომის პერიოდში და ეს ყველაფერი დაგვირგვინდა იმით, რომ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მაუძედომის ხელმძღვანელობით 1959 წელს გამოაცხადა ახალი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნაზე. ბატონ თემურ, ბანიან ბევრი ვილაპარაკებ, ბოდიშს გიხდით, მაგრამ გვპირდებით, რომ ეს ჩემი ბოლო დიდი მონოლოგი იქნება ამ გადაცემაში. გთხოვთ უბრალოდ, საიდან დაიწყო ომის პერიპეტიები კიდევ ერთხელ თუ შეიძლება და აი ნელ-ნელა აი ამ ისტორიულ ფიგურაზე გადავიდეთ და მის მოღვაწეობაზე ამ პერიოდში. მეს მინდა მივესალმო თქვენს ძვირფას აუდიტორიას, თქვენს შესანიშნავ გადაცემას, რომელიც ძალიან პოპულარულია ხალხში. დიდი მადლობა. და აი ამ სამშაბათს მოსახლეობის დიდი ნაწილი სულ მოუთმილად ელის თქვენს გადაცემას, იმიტომ ძალიან ბევრ რამეს გებულობენ უშუალოდ ჩინეთის შესახებ და ეს ჩვენი დიდი მეგობარი ქვეყანაა და ჩვენც რა თქმა უნდა დაინტერესებული ვართ ამ პრობლემატიკით. თქვენ ფაქტიურად შეაჯამეთ ახლა სათქმელი ბატონო ბადრიდა. სათქმელი ძალიან ბევრი გაქვთ. ფაქტიურად შეაჯამეთ, მაგრამ ჩვენ შევეცდებით რაღაც ნიუანსები შევიტანოთ ამ თემაში, მით უმეტეს ეს მართლაც უზარმაზარი. თქვენზე უკეთესად უზარმაზარი თემაა. მაუძედუმზე თქვენზე უკეთესად მე ვიცი, რომ საქართველოში არავინ არ იცის. და აი თქვენ რაც წამოწიეთ ახლა წინა პლანზე მაუძედუმის როლი. დიახ. აი ამ ისტორიულ სიტუაციაში. ეს არის მეორე მსოფლიო ომი, შემდგომ ახალი ჩინეთის, ანუ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაბადება, ეს არის 59 წლის 1 ოქტომბერი და აქედან გაგრძელებული შემდგომი პერიპეტიები, სოციალიზმის შენებლობა ჩინეთში, შემდგომ კულტურული რევოლუცია, შემდგომ შიდა დაპირისპირებები, მაო წავიდა, მაგრამ დატოვა დიდარი ძვირფასი მემკვიდრეობა. არ მოხდა ის ჩინეთში საბედნიეროდ, რაც მოხდა საბჭოთა კავშირში, სტალინის პიროვნების განკიქება და ასე შემდეგ, ეს ჩინელებს არ გაუგეთებიათ. ეს ჩინელი ხალხის დიდ სიბრძნეზე მეტყველებს. და სხვადასხვა, როდესაც მაუძედუმს კითხეს, რომ კი მაგრამ დასავლელმა კორესპონდენტებმა ბატონო მაო თქვენ არ გეშინიათ, რომ იგივე მოხდება თქვენ მისამართით, რაც მოხდა სტალინის შემთხვევაში და მაო უპასუხა, რომ სტალინი სამწუხაროდ რუსი არ იყო. ის არარუსი წარმოშობ ქართველი არ უთქვამს, არარუსი წარმოშობისა იყო და ამანაც განაპირობაო ის რაც მოხდაო, მაგრამ ჩინელი ხალხი ბრძენიაო და არ დაუშვებს იმას, რაც თქვა დიდი სტალინის მისამართით გააკეთა რუსმა ხალხმა. რუსმა ხალხმა რა გააკეთა იქ ფაქტურად იმ ხელმძღვანელობამ, რომელსაც წარმოადგენდა ხრუშოვი და მისი ჯგუფი. ეხლა თქვენ ახსენეთ აქ მეორე მსოფლიო ომის დაწყების საკითხი. მიჩნეულია და ისტორიოგრაფია მსოფლიო მასშტაბით თვლის, რომ 39 წლის 1 სექტემბერი ეს არის მეორე მსოფლიო ომის დასაწყისი. და დასავლეთში დიდი ლანძღვაგინება მიდის ამხანაგ სტალინის მისამართით, რომ რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტმა იქ არის საიდუმლო მუხლები. ფაქტიურად მოახდინა არა მარტო პოლონეთის გადანაწილება, არამედ ეს დიქტატორები გარიგდნენ ერთმანეთში ევროპისა და მსოფლიოს მომავალ ბედზე და აქედან გამომდინარე გათამამებულმა ჰიტლერმა 1 სექტემბერს გადალახა პოლონეთის საზღვარი და მოხდა ამ დღეში დააჩოქა პოლონეთი. ეს მეომარი ხალხია და სხვადასხვა სტალინს რო კითხეს, აი ევროპაში ყველაზე მეომარი ხალხი ვინაო და აი მან თქვა პირველ ადგილზე რუსები, მეორეზე გერმანელები, მესამეზე პოლონელები დაასახელა. იმიტომ რომ პოლონელებიც მეომარი ევროპის გადარჩენა იან სობესკის გმირობა ვენაში 1604. კი ბატონო, მეომარი მებრძოლი ხალხია, მაგრამ აი ამ დღეში მოხდა პოლონეთის განადგურება. იგივე საფრანგეთის განადგურება. საფრანგეთი 40 დღეში ეს კატასტროფა. საოცარ რაღაცები ხდება. და ფაქტიურად თქვენ
სტალინს გაუსვით ხაზი და გამართლა ის, რასაც სტალინი ამბობდა. რომ მსხვილმა ბურჟუაზიამ მოიყვანა ხელისუფლების სათავეში ადოლფ ჰიტლერი, ჰინდენბურგი, პაულ ფონ ჰინდენბურგი, გერმანიის პრეზიდენტი ამბობდა, რომ ამ დეგენერატს ორ ბათს ვერ ჩავაბარებო. ჰიტლერთან შეხვედრის დროს, აი თქვენი აზრიო და კულუარებში თქვა, მაგრამ გავიდა ერთი კვირა და ორი ბატი კი არა ქვეყანა ჩააბარა. ხო, კანცლერად მოიწვია და ჩააბარა გერმანია. ეს მოხდა გარიგება. აი ჩვენ ახლა deep states რო ვახსენებთ ხშირად და აი ფარულ თავრობას და სახელმწიფოში აი ამ ძალებმა მოიყვანეს ჰიტლერი, მისეს უზარმაზარი კრედიტები გააძლიერეს და მისეს შეკვეთა რომ დრანგ nach Osten ლაშქრობა აღმოსავლეთში, ანუ ბლიცკრიგი და იმ სასიცოცხლო Lebensraum, რასაც გერმანელები აი როზენბერგი და სხვები ამბობენ, იმ სასიცოცხლო სივრცის დაპყრობა, რაც მოიცავდა რუსეთს ურალამდე. ეს არის დაახლოებით 5.5 მილიონი კვადრატული კილომეტრი. მაგრამ როცა გაძლიერდა ჰიტლერი, ბევრ რამეში გადაუხვია იმად გეგმას და ამან გამოიწვია სხვა ჩანაფიქრის, აი გეგმა B, სათადარიგო გეგმის ამუშავება და ამას მოყვა ანტიჰიტლერული კოალიცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა, სანამ ეს პროცესები დაიწყებოდა, მანამ აი 37 წლის იაპონიის აგრესია. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ბერლინი, რომი, ტოკიო, აი ეს ღერძი, ეს ტრიუმვირატი, ფაქტიურად ინაწილებდა მსოფლიოს. ჰიტლერის ამბიციები მოგეხსენებათ, იაპონიის ამბიცია რა არის? იაპონია ეს იმ დროისათვის უძლიერეს ქვეყანა, რომელმაც ჩაიგდო ინდოჩინეთიდან დაწყებული კორეა უფრო ადრე დაიპყრეს იაპონელებმა, ეს არის 1912 წელი, მაგრამ შემდგომ აი მოუბრუნდნენ ჩინეთს, ამ უზარმაზარ ქვეყანას და იაპონიის ამბიციები მიდიოდა იქამდე, რომ ეს მთელი ამურისპირეთი, შორეული აღმოსავლეთი, ურალამდე უნდა გადასულიყო იაპონიის გამგებლობაში. მაგრამ აი ხალხინგოლთან და ხასანის ტბასთან მათ კბილი მოუსინჯეს საბჭოთა კავშირს. აი იქ 39 წელი. აი ხალხინგოლთან აი ჟუკომა გამოიჩინა იქ თავი, განადგურებული იქნა ეს იაპონელთა ინვაზია და იაპონელები მიხვდნენ, რომ აქ ცოტა სხვა ვითარებაა. ეს არ არის თქვათ 905 წლის სიტუაცია, როდესაც რუსეთ-იაპონიის ომში სამარცხინოდ დამარცხდა, აი რუსეთის უზარმაზარი იმპერია, აი დაანგრია ცუსიმასთან და კიდე სხვასთან იაპონია სამარცხინო სიტუაცია და სასწრაფოდ ნიკოლოზ მეორე იძულებული გახდა დაედო ზავი. სამხრეთ სახალინი, არა მარტო კურილის სამხრეთ სახალინი უფეშკაშა და გადასცა იაპონელებს. ეს ასე ვთქვათ, გადაცდომა, შეცდომა შემდგომ სტალინმა გამოასწორა და ეს კურილის კუნძულები მთლიანად პლუს მთელი სახალინი სამხრეთ სახალინი რა თქმა უნდა განთავისუფლდა და დღეს იაპონია დღემდე ედავება რუსეთს, იმიტომ რომ სამშვიდობო ხელშეკრულება არ არსებობს. არცერა, მაგრამ ორი კუნძული დათმობილი აქვს, მე როგორც ვიცი, იმ ხელშეკრულების ძალაში რო შევა იმ ორ კუნძულს. ბატონო ბადრე, არც ერთ კუნძულზე, იმიტომ რომ გადასინჯვა ამ საკითხის რევიზია უკვე ნიშნავს მთელი დომინოს პრინციპი წავა ეს. აგერ კენიგსბერგი კალინინგრადს რო ეძახიან, ეს არის აღმოსავლეთ პრუსია, ხო? ყველა მიწის. კანტი იქ არის არა დაგზავნილი, ეს არის სიამაყე, კაცო, გერმანული კულტურის, აკვანი, გერმანული სახელმწიფოებრიობის. იქ ტევტონთა ორდენი იყო 1225 წელი, მერე პრუსიის სახელმწიფო 1525 წელი. აი პრუსიის გარშემო მოხდა გერმანიის კონსოლიდაცია და გაერთიანება, ფრიდრიხ დიდი და ეს ხელად ამოქმედდება ეგ. იმიტომ რომ დაახლოებით 200,000 კვადრატული კილომეტრი აი სტალინის პროექტით ეს პოლონეთი გადაწიეს დასავლეთით, პომერანია, ბრანდენბურგი, ეს პოლონეთში ახლა. ეს არის ძირძველი გერმანული მიწები. ხოლო პრუსია საერთოდ გაქრა პოლიტიკურ რუკიდან. ახლა რო ეძახიან ეს თავს რო უქნევენ ამ გერმანიის
გაძლიერებას და მილიტარიზაციას. ეს არის მომავალი თავსატეხი ევროპისთვის, იმიტომ რომ ეს მერცი არ არის იქ მარტო, კაცო, ის არის რევანშისტული ძალები, რომელიც ამას დააყენებენ მაშინაც. უდიდესი პოტენციალი თქვენი ციფრულად ამას რო გრძნობდნენ, მე თავის დროზე მაქვს საკითხული იგივე მარგარეტ თეჩერის თეჩერი წინააღმდეგი იყო გაერთიანების ფრანგების წინააღმდეგი იყვნენ. დოიჩე ბანკის ერთ-ერთი ლიდერის აი ზუსტად ამით ხსნიან რომ ის გამოვიდა ასე ვთქვათ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან ზუსტად ამიტომ რომ მას არ უნდა მეორე ხარისხოვანი დერჯავა გამყარიყო. ეს თავსატეხია, გას პრობლემა რომელიც ტერიტორიაზე. გერმანიის მილიტარიზაცია ეს ურთულესი რაღაცა ეს ასე იოლად არ ჩაივლის და ნუ ახლა ამ მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით ჩინეთმა 72-მდე ქვეყანა მონაწილეობდა ამ მეორე მსოფლიო ომში 70 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა და მარტო ჩინეთმა ნუ ჩინეთიდან დაიღუპა 35 მილიონზე მეტი კაცი. აი ამასთან დაკავშირებით ბალმუნთემურ იცით რა არის აი ამ მსხვერპლთან დაკავშირებით საბჭოთა კავშირზე ასე თუ ისე ვიცით მაგრამ აი აქ ციფრები სხვადასხვა ინსტიტუტების ცვალებადია. აქ არის ლაპარაკი 20-დან 35 მილიონამდე. მაინც ეს 35 მილიონი კანონიზირებული ციფრია, ხო? პრაქტიკულად ჩვენ ვიცით, რომ იაპონია თქვენ ალბათ ილაპარაკებთ ამაზე გენოციდი ჩაატარა და მე ვიყავი თვითონ აი დავუშვათ გენოციდის ეპიცენტრში ნანკინში, სადაც იქ მომიყვეს და ის კადრებიც ამაქვს ნანახი სხვადასხვა ფილმებზე, სადაც იაპონელებმა ჩაიდინეს ისეთი დანაშაულები, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გერმანელებსაც არ ჩაუდენიათ. გერმანელებს არ ჩაუდენიათ, ნამდვილად არ ჩაუდენიათ ეგეთი დანაშაულები რა. ეს ერთგვარი გატაცება იყო საიმპერატორო. მოგახსენებათ, იმპერატორ ჰიროჰიტო გახდა ბიოლოგი. და ის ახალისებდა აი ამ ცდებს არა ადამიან ანტიჰუმანურ ცდებს და აი ჩინელ ტყვეებს საშინელ ექსპერიმენტებს უტარებდა. აი დღემდე ყალზე უდგება ადამიანს. აი ბატონი ჯაბა სამუშია რო გამოდიოდა ზუსტად აი ამ ეხლა გამოვიდა ბოლო ფილმი და ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა ეს ფილმი და ჩინეთის ელჩმა თქვა რომ ძალიან მძიმე არისო და არ დავუშვებოდო ამ ფილმითო. ხო და აი პრაქტიკულად შეიძლება წარმოდგენა წაგივიდეს რომ გერმანელებისგან განსხვავებით აი ჩვენ ჩინელები გვეუბნებიან ჩვენი კოლეგები ყოველთვის აი გერმანია თუ მოინდადია ისე იაპონია მაინც და მაინც თავს არ იკლავს მონანიები დაუშვათ იგივე ესე იგი გენოციდთან რომელიც მოხდა აი ამ ყოფილ დედაქალაქში ნანკინში იმასთან დაკავშირებით თუ ძალიან ბევრი გამოსვლა ამას სენატაც იყო საკმაოდ დიდი პრემიერ-მინისტრის გამოსვლა რომ ის თუ ეჭვის ქვეშ აყენებს რეალობას იყო თუ არა და ამ დროს აი იცით რა განსხვავება დაუშვათ იგივე გერმანელებს და ამათ შორის გერმანელები ცდილობდნენ დაემალა თავისი დანაშაული რომ გადიოდნენ კონცენტრაციულ ბანაკებს სვამდნენ გადაღება და იმის უფლებებს არ აძლევდნენ ყველაფერი ჩუმადაა გადაღებული და იაპონიაში პოპულარიზაცია ხდებოდა ამითი დაუშვათ იგივე ოფიცრების შეჯიბრება თავების მოჭრაში იყო ესე იგი სტატიიდან სტატიამდე ვინ პირველი გავიდა ვინ მეორე გავიდა და იმითი 45 წლის შემდეგ დამნაშავეების ძებნა არ დასჭირდებიათ ეგერ გაზეთში იყო გვარი სახელი მისამართი და ასე შემდეგ ეს განპირობებული იყო სხვადასხვა ფაქტორით. ახლა თქვენ რაც ახსენეთ და თქვით, სინტოიზმი ეს იაპონური სახელმწიფო რელიგია, რომელიც ახალისებს რას? მეომრის კულტს. ის ვინც დიადი იაპონიისთვის დაიღუპება, აი ეს პირდაპირ მოხდება სამოთხეში. ანუ ეს იყო როგორი წახალისებული, ეს ეროვნული გმირის დონეზე ყავდათ ეს აყვანილი. შემდეგ მათ ხომ აქვთ ეს ხარაკირის პრინციპი, ანუ კამიკაძეები კიდევ ხარაკირი, კი ბატონო, მაგრამ აი ეს სამურაი, როდესაც მისი ბატონი იღუპება, ის აკეთებს
ხარაგერს კი ბატონო თქვენ აი მე ტკივილები აუტანელ ტკივილები ეს საშინელი რაღაცაა და კვეთენ თავს რომ უახლოესი მეგობრები კვეთენ რომ ესე იგი ეს შეუმსუბუქონ ეს ტანჯვა მაგრამ ეს ხომ მათ კულტურაშია ასე რომ აი ეს ცივილიზაციური მიდგომები აქ თქვენ გერმანია ახსენეთ იაპონია ეს იაპონელებს სვალსა და რბილში ჰქონდათ ეს გარკვეულწილად გამჯდარი ეს სისასტიკე და გარკვეულწილად თვით ორგანიზაციითა და დისციპლინით მათ მიაღწიეს აი იაპონიის იმდროინდელი იმპერია ეს ფაქტიურად წარმოიდგინეთ ახლა თქვენ მთელი ოკეანია მთელი თქვათ ინდოჩინეთი და სხვა მიმდებარე ტერიტორია ავსტრალიის აღებას უნდოდა და მერე პერლ ჰარბორი ხო გახსოვთ რა მოხდა იქ აი დაჯახება დეკემბერში ამერიკასთან და რამაც გამოიწვია შემდგომ ამერიკის ჩართვა ამ ომში და ამ ომში უკვე ჩინეთის მხარეზე ერთ-ერთი მოხდა და რასაც მოყვა ძალიან სისხლისმღვრელი ომი მაგრამ ყველაზე საშინელი ის არის რომ იმ 35 მილიონ კაცში რაც ჩვენ თქვით ახლა მსხვერპლში ყველაზე 2/3 მეტი კიდე არის სამოქალაქო მოსახლეობა. კი ბატონო. აი ეს არის დაუშვებელი და ეს არის ძალიან მძიმე. ბატონო თემურ, აი ხლა აი თქვენ მინდათ, აი გამოჩნდა ესე იგი ჩანკაიში ვერ ახერხებს წინააღმდეგობის გაწევას. ფაქტიურად მიმწყდეულია აქეთკენ ინდოეთის ოკეანისკენ იმისათვის რომ რაღაც მომაღრგება გააკეთოს გახსნეს აი ტაილანდის მეშვეობით საავტომობილო გზა ინდოეთის ოკეანიდან და დიდი ბრიტანეთი ინდოეთიდან ეხმარება ყველაფერს, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი, მოიცევს იქ ამერიკა ბომბავს მოიცევს და უკვე საჭიროა რომ გამოჩნდეს ახალი ძალა, სხვანაირად შეუულებელია. აი ამ დროს ჩდება ჩინეთის წითელი არმია მაუძედომის ხელმძღვანელობით. რა პერიოდია და რა პირობებში გამოვიდა მაომ ესე იგი ნელ-ნელა როგორ ხდებოდა უპირატესობის აღება მოწინააღმდეგეზე არა მარტო იაპონიაზე რამე თქვენ იცით რომ პარული ბრძოლა იყო ჩანკაიში და მაოსი კი ისინი ერთպես ებრძოდნენ მაგრამ უკვე ყოველი გამარჯვება მაოსი იყო უბრალოდ საკმაოდ დამარცხება ჩანკაიშიზე ერთდროულად თქვენ ახლა მოგეხსენებათ რომ ჩანკაიში ეს ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე ეს გახლდათ გომინდანის მოძრაობის წიაღიდან გამოსული მისი წევრი ხოლო გომინდანი ეს არის ნაციონალისტური პარტია რომელიც სათავეს იღებს სუნიატსენიდან ხოლო სუნიატსენი ეს არის ჩინეთის სულიერი მამა როგორ ჩვენ გვყავს თქვა ილია ჭავჭავაძე მე-19 საუკუნის 60-იან წლებიდან სიკვდილამდე და დღესაც ერის მამაა ის ხო? პატივი მქონდა მის საფლავზე ყოფილიყავი, ეხლა მე დაუჯერებელი იყო იმ სხვა ტალღა ხალხის და როგორი პატივით რა თქმა უნდა ეს არის დიდი მოღვაწე ერის მამა რომელსაც ჩინეთში ჰქონდა ძალიან დიდი ავტორიტეტი. აი მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე ეს ვრცელდებოდა ჩანკაიშზე და იმ გომინდანის მთავრობაზე რომელიც იმ პერიოდში მართავდა ჩინეთის ნაწილს. მაგრამ მაოს გამოჩენის შემდეგ ცოტა კი არა სიტუაცია მნიშვნელოვნად იცვლება. რატო იცვლება ახლა ეს სიტუაცია? იცვლება იმის გამო რომ მაო ჯერ ერთი კომუნისტია, მარქსისტია და მაო გამოხატავდა ჩინელი მასის, ჩინელი ხალხის სანუკვარღოცნებას რომელიც აი საუკუნეების განმავლობაში იყო ამ ხალხში ჩადებული. პირველ რიგში რა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და ჩინეთის დამოუკიდებლობა. ანუ დეოკუპაციის მოხდენა, ანუ ჩინეთის განთავისუფლება იაპონელებისაგან, გომინდანისაგან და სხვა. მეორე, ის რასაც ქადაგებდა და ამბობდა მაო, ანუ სოციალურად თანაბარი, თანასწორუფლებიანი სახელმწიფოს შენებლობა. ეს ჩინელ ხალხში არის. ეს მოდის ჯერ კიდევ კონფუციდან და ლაოძიდან და ეს ჩინური ფილოსოფიიდან არის განპირობებული. აი კონფუცი ხო ამბობდა რომ ადრე ოქროს ხანაში ჩვენ საუკუნეებამდე სიღრმეში ჩინეთში არსებობდა და იყო ის კაცი ამბობს ჰარმონიული სამართლიანი სახელმწიფო ქვეყანა საზოგადოება. კარი არ იკეტებოდა ჩინეთში, იმიტომ რომ ყველაფერი საერთო იყო. იქ კერძო საკუთრება არ არსებობდა ყაჩაღობა, ქურდობა, ბოროტება. მაგრამ ადამიანებმა ეს თანდათანობით დაკარგესო.
კონფუცი ამბობდა. და ის ახლა იყო მანდარინი და მოუწოდებდა რჩეველი იყო და ურჩევდა მართველებს რომ აი ყოველთვის ის პერიოდი გაეთვალისწინებინათ. ახლა იმ ოქროს ხანას ვინ აღადგენდა, მაგრამ ის პრინციპები ყოველ შემთხვევაში აი მოქმედებას სამოქმედოდ აეღოთ. ანუ ის ყოფილიყო მისაბაძ. მაომ ეს განახორციელა. აი ამით ის ძალიან პოპულარული გახდა ჩინეთში. ანუ მაომ თქვა ის გაახმოვანა ის რაც ჩინელ გლეხს, ჩინელ ხალხს საუკუნეების განმავლობაში ოცნების სახით ჰქონდა წარმოდგენილი. ეხლა თანდათანობით მის გამოჩენასთან ერთად, ახლა თქვენ ახსენეთ აქ პიროვნების როლი ისტორიაში. ახლა მაო მარქსისტია და მარქსიზმი მოგეხსენება თქვენ რასაც ამბობს. მარქსიზმი პიროვნების როლს აკნინებს. მარქსი რას ამბობს? პიროვნება ეს არის საზოგადოებრივ ურთიერთობათა ერთობლიობა. გესმით? თუ ეს მართლა ასეა, რომ თუ პიროვნება საზოგადოებრივ ურთიერთობათა ერთობლიობა, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ შორის არანაირი განსხვავება არ ყოფილა. ანუ ადამიანები არიან უნიფიკაცია ხდება, ანუ გათანაბრება ხდება. არანაირი დიდი ისტორიული პიროვნება ამ სქემატიკით არ ჩანს. კიდევ უფრო შორს მიდის ახლა და მარქსისტები ამბობენ, რომ დიდი ისტორიული პიროვნება რა არის? ეს არის საზოგადოებრივ მოთხოვნილებათა რეალიზაცია ამ ეტაპზე. ანუ ობიექტური აუცილებლობა მოითხოვს მოცემულ ეტაპზე, თქვათ, ამა თუ იმ ისტორიულ პიროვნებას. როგორც კი ეს მოთხოვნა ჩდება, ეს ისტორიული პიროვნება არ აგვიანებს. ის გამოჩნდება, მოვა. ახლა ეს რომ მოვარგო ჩვენ, რა ქვიან, იოსებ სტალინს ამ თქვათ, მაო ძედუნს, აქ ცოტა სხვა ვითარება, იმიტომ რომ ესენი გადიან ამ მარქსისტული სქემატიკიდან. მე ახლა იმის თქვა მინდა რომ შეიძლება მარქსიზმში არის ჭეშმარიტების რაღაც მარცვალი. და ჰეგელი სულაც არ იყო მარქსისტი, მაგრამ ამბობდა რომ აი როცა ნაპოლეონი შევიდა იენაში, მე დავინახე ცხენზე ამხედრებული მსოფლიო გონი. ჰეგელი ამბობს, კაცო, ნაპოლეონს უყურებს როგორც მტერს კი არა, არამედ როგორც მსოფლიო გონის რეალიზაციას. ნუ მარქსი ძალიან მარქს ჰეგელიდან მოდის და მთელი რიგი საკითხები მან იქიდან აიღო და განავითარა. უბრალოდ ამოაყირავა ეს. კი ბანანო. მიწაზე დავიყვანეო ჰეგელიო, რომელიც საში დაფრინავდაო. დიალექტიკური ბატონი. აი ახლა ეს რა ქვიან დიდი ისტორიული პიროვნება და აი თქვათ მაო. ხო, მაო ეს არის უზარმაზარი პიროვნება, რომელმაც ფიზიონომია მთელი ისტორიული პროცესებისა ძირეულად შეცვალა. მე ახლა სტალინზე ავლაპარაკო, მე აქ შემთხვევაში გვაქვს საუბარი მაოსთან. მაგრამ მაოს გაუმართლა იმ გაგებით, რომ იმ პერიოდში არსებობდა საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირის დახმარების გარეშე მაო ჩანგაიში ვერ გადატეხდა. ანუ აი უყურეთ ვერ გაანადგურებდა. რა მაინტერესებს და ალბათ ჩვენ ტელემაყურებლებს ეს საინტერესებს. აი როლი სინამდვილეში რაღაც პერიოდი მე როგორც აღნიშნე ერთად იყო, მაგრამ თითოეული მაოს გამარჯვება საკმაოდ სერიოზულად აფერხებდა ჩანკაიშის დარჩენას და წინსვლას და მის როლს. აი რა დონის იყო ხა თვითონ საბჭოთა კავშირი წარმოვიდგინეთ არის დამოკიდებული ლენდ-ლიზზე, ხო? იქიდან ამერიკიდან, ჩუკოტკიდან, იქიდან მოდის დახმარება ვებერთელა, აქედან ჩრდილოეთით მარშრუტები დიდი ბრიტანეთიდან მოდის კონვოის დახმარებები, რომელსაც ასე ვთქვათ, გერმანული წყალქვეშა ნავები ზირავენ, ყველაფერი და ამ დროს სტალინმა სად გამონახა რესურსი, რომ მაოსთვის დაეხმარებინა? სტალინი უცნაური კაცი იყო. თქვენ გახსოვთ და იცით, რომ ლენინის იდეა ფიქსი და ტროცკი მსოფლიო რევოლუცია, მსოფლიო პროლეტარული რევოლუცია, რომლისთვისაც რუსეთი არის შეშა, ფიჩხი. ანუ ყველაფერი უნდა გააკეთდეს მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის გამარჯვებისთვის. აი საბჭოთა კავშირი რაც შეიქმნა, ეს საბაში ეს იყო ჩადებული.
გერმანელი სოცდეკები პირდებოდნენ ლენინს, ტროცკის, რომ ნოემბერში იქ მოხდებოდა რევოლუცია და გერმანია შეუერთებოდა საბჭოთა კავშირს. გესმით? რუსეთს ვერ შეუერთებოდა, ამიტომ მოიფიქრეს ეს ფორმა საბჭოთა კავშირი. იქ სხვა ქვეყნებიც უნდა შეერთებოდა ევროპის, მაგრამ იქიდან არაფერი არ გამოვიდა. აი ახლა როცა ეს ჩაფლავდა დიმიტროვის ამბავი ბულგარეთში უბრალოდ რამხელა ყველაზე დიდი ტერორისტული აქტი, როცა ეკლესია აფეთქეს. კი ბატონო და მე ბულგარელები თხოვდნენ აგერ შემდგომ აი ტოდორ ჟივკოვი თხოვდა ბრეჟნევს მე-16 რესპუბლიკად მიიღო. იყო ამაზე ლაპარაკი. იყო საუბარი, მაგრამ რუსეთმა შორს დაიჭირა ეგ, იმიტომ სარჩენი იყო და კიდე ახალი ჩენა ცოტა ძვირი სიამოვნება იყო. აი სტალინმა ფოკუსირება გააკეთა ამის შემდეგ აღმოსავლეთს. და აი მისი საყვარელი თემატიკა გახდა, მისი ერთგვარი გადაცემა გახდა ჩინეთი. აი იქიდან მოყოლებული ეს უკირკიტებდა 20-იანი წლებიდან მოყოლებული, ფოკუსირებული, კონცენტრირებული იყო ჩინეთზე. აი როგორც კი იქ წამოვიდა, თქვათ, მაო, აი ეს კომუნისტური მოძრაობა, იქ ის ახმარდა უამრავ თავის სპეციალისტს. იქ საბჭოთა აგენტურა, საბჭოთა სპეციალისტები ძალიან გაცხოველებულად და ინტენსიურად მუშაობდნენ. აი პლუს ამას იყო პერიოდი დრო, როდესაც სტალინი მერყეობდა. ვისზე გაეკეთებინა არჩევანი, ჩანგაიში თუ მაოძედუნი. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩანგაიში ძლიერია. ძლიერია ემგაგებით, რომ სამხედრო გამოცდილება, სხვა მონაცემ მოქმედი არმია, იმას უფრო ძლიერი ყავდა ეს სტრუქტურები. მაო პარტიზანული ომი იყო, იქ გაჩაღებული და ამაში ნაკლები იყო. მისი ასე იგი ძალმოსილება. მაგრამ აი შემდგომ უკვე აქცენტი გააკეთა სტალინმა მაოძედუნზე და აი უკვე დახმარება წავიდა განსაკუთრებით ეს ეხება კვანტუნის არმიის განადგურების შემდგომ პერიოდს. მთელი ეს ალაფი, ეს სამხედრო აღჭურვილობა შეერაღე ტანკებიდან დაწყებული, ავით ყველაფერი იქ რაც დარჩა, უზარმაზარი ალაფი დარჩა სამხედრო. ეს მთლიანად გადასცა მაოძედუნს. ანუ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიას. მთლიანად, კი ბატონო. აი აქ ხდება უკვე ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ტრანსფორმირება. უკვე რა, ეს უკვე ძალაა უკვე ეს, გესმით? აი ამ კუთხით მე მინდა ერთი შეკითხვა დაგისვათ. ვალერიტემ იცით რა შეა საქმე, ჩვენ ვიცით რომ ომის შემდგომი პერიოდის ლიდერებზე ძალიან ბევრია ნათქვამი. იგივე ლინ ბიაოზე, ჯოუ ენლაიზე, ლუ შაოციზე, ასე ვთქვათ, კიდევ ბევრი შემიძლია ჩამოთვალო, მაგრამ სამხედრო პერიოდის დროს აი ჯუდეს გარდა თითქმის არავინ არ ჭას. რითი იყო ეს მონოპოლიზაცია, პოლარიზაცია მაოძედუნზე გამოწვეული? რატო არ ჩანან მაინც და მაინც ის ლეგენდარული ისინი მხედართმთავრები, აი დაუშვათ როგორც ჩვენ ვიცოდით, აი დაუშვათ საბჭოთა კავშირის ომის შემდეგ. ჩვენ მიჩვეული ვართ ბუდიონი, ვოროშილოვი, სამოქალაქო და რასაკურველია, მაგრამ ამას პატივს აგებდა უბრალოდ სტალინი და სპეციალურად ორდენ პაბედა სპეციალურად ამ მარშლებისთვის მოიგონეს, სხვა არაფერი, რომ აი ეს კასტა კანონიზერება რომ მომხდარიყო ამ კასტით და ფაქტიურად მაო მარტო მივიდა ამ გამარჯვებამდე 59 წელს რომ ნახოთ მის გამოსვლა პარაძე, ჩვენ ვხედავთ რომ როგორც ესეთი გენერალიტეტი აი ამ ფორმაში ჩაცმული, აი ცნობილი ხალხიდან არც ისე ბევრია, ისტორიკოსებიც არ ასახელებენ ვინმე გამორჩეულს და ასე შემდეგ. ეს მეჩვენება თუ სინამდვილეში ახლა იცით ჩვენ ეს კარგი ისქენი თქვენ მომენტი გამოყავით ახლა. აი ეს რუსეთში მაყურებელს ალბათ ძალიან დაინტერესებს აი ეს ფაქტი სინამდვილეში. ხო, ნუ აქ აღსანიშნავია რა, ნუ ჩვენ გქონდა ახლა ვილაპარაკეთ ამაზე. განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშა აი მაოს გამარჯვებაში და აი ამ ჩანგაისთან დაპირისპირებაში რუსმა სამხედრო სპეციალისტებმა. გესმით? მაგალზე გადადიოდა ეს. აი თქვათ, ახლა ამერიკა ვიეტნამის ომი, ხო გახსოვთ თქვენ? იქაც როგორ ეს სქემა იქაც მუშაობდა, კორეის ომი. ეს სტალინური სქემა ყველგან მუშაობდა. სხვათა შორის ამერიკა ვიეტნამის ომის დროს
ეს იყო თქვენ იცით მაშინ რუსეთი და ჩინეთი იყო დაპირისპირებულები და კი ბატონო, ამ საკითხში ერთადერთი ჩინეთმა დაუშვათ ეს მე წაკითხული მაქვს ამ ოფიცრების სპეციალური მატარებლები იყო გამოყოფილი იმისათვის რომ ჩინეთის ტერიტორიაზე საზღვრიდან შესულიყვნენ ვიეტნამთან სოლიდარობის ხრივ სპეციალისტები კი რუსეთ საბჭოთა კავშირი და ჩინეთი იყვნენ უნისონში და ერთად ებრძოდნენ თქვა ამერიკის იმპერიალიზმს მაგრამ იქ იყო სხვა საკითხები სადაც იყო კი ბატონო კონფრონტაცია და დაპირისპირება ანუ იმ სამხედრო სპეციალისტებმა რუსეთის საბჭოთა კავშირის ითამაშეს განსაზღვრელი როლი შემდგომ სერიოზული მუშაობა წავიდა იქ ჩინური არმიის ჩამოყალიბებაზე ამ გენერალიტეტის ჩამოყალიბებას ეს ფრუნზეს აკადემია და სულ ეს აქვს დამთავრებული ანუ კადრები სამჭედლო იყო შემდგომ საბჭოთა კავშირში მე დაიწყო ფაქტიურად აი არმიის მშენებლო სახალხო განმანთავისუფლებელი არმია ეს ეხლა უზარმაზარი ძალაა ხო აი დიაგრამა რო დავხატოთ მეახლოებით აი ვიცით რა არის აი ძალიან გვაინტერესებს აი როლი მეახლოებით აი პროცენტულად ან რაღაცაერად რო თქვათ მეახლოებით აი გამარჯვებაზე იაპონელების გამარჯვებაზე თქვენ ბატონი თემურ პაჩოლეა როგორც მეცნიერი და ექსპერტი რამდენი აი პროცენტულად რამდენად გაყოფდით საბჭოთა კავშირის რამდენი აი ამ გამარჯვებაზე რა საერთოდ მეორე მსოფლიო ომში არა მეორე აი ჩინეთის თეატრზე სამხედრო თეატრზე რამხელა იყო ესე იგი იაპონია აღმოსავლეთის თეატრი აღმოსავლეთის თეატრზე მარტო ამაზე კონკრეტულად ჩვენ მოგეხსენებათ ბატონო ბადრი რომ იალტის კონფერენციაზე სტალინმა დადო პირობა პრეზიდენტ რუზველტს დაუდო პირობა ომის დამთავრებიდან 2 თვის შემდეგ საბჭოთა კავშირი ჩაებმევა იაპონიის წინააღმდეგ ბრძოლაში ომში იმიტომ რომ რუზველტს ეშინოდა ამერიკა ეს ძალიან დიდი ძალაა მაგრამ ნუ ამ ის კონცენტრირებული იყო ზღვაზე ხო ოკეანეში სადაც გატეხეს ეს იაპონელთა წინააღმდეგობა, მაგრამ ხმელეთზე ეს იაპონელები ეს ურთულესი უმძიმესი ძალა იყო. დომინირებდნენ. აი, ამიტომ საბჭოთა კავშირის გარეშე ამისი წაქცევა, დანგრევა იყო ძალიან ძნელი. ძალიან ძნელი. ეხლა ვერს აპელირებენ და ლაბარაკობენ თქვათ ჰიროსიმა ნაგასაკი. რომ თქვათ ამის მეშვეობით მოხდა იძულება და ჰიროჰიტო იძულებული გახადეს რომ წასულიყო კაპიტულაციაზე თუმცა მოგეუბნებთ კვანტონის არმიის და ამ სახმელეთო ძალების განადგურების გარეშე ძალიან ძნელი იყო იაპონიაზე გამარჯვება იაპონიის დაყოლიება ეს ხო გითხარით ეს სინტოიზმი ეს შემთხვევით რამე არა ფანატიკური ხო ფანატიზმამდე ეს აყვანილი იმას ცხოვრებას აი ჟობს სიცოცხლესა რუსთაველი რო ამოვი ჩვენი ანუ ჯაბან სიცოცხლეს იმას სიკვდილი ურჩევნია სახელოვანი სიკვდილი აქ ერთი დეტალი მინდა მოვიყვანო ალბათ მაყურებელს ვაუწყო აი ეს კამიკაძე თვითმფრინავის მძღოლები და წყალქვეშჩანავის მძღოლები რომლებიც თავს იფეთქებდნენ მე არ ვიცოდი და წავიკითხე თურმე ესენი ყოფილან იაპონიის ელიტის შვილების წარმომადგენლები ცნობილი ადვოკატების ოჯახის წერლების ოჯახის ხატურების ოჯახის აი თელი ელიტა ცდილობდა რომ აი აქ მოხვედრილიყო უბრალოდ აი ბატონო იმათვინ ეს არის როგორ გითხრათ სანუკვარ და სანატრელი მდგომარეობა გესმით შეწირო თავი იმპერატორს ნუ იმპერატორს იგულისხმება აუმოვალ ქვეყანა აუმოვალ მზის ქვეყანა იაპონია ხო ეს ძვალსა და რბილში ჰქონდათ იმათ გამჯდარი და აი ეს განაპირობებდა ასე რომ დღეს ეხლა ხდება საერთოდ მარტო აღმოსავლური თეატრის კი არა საერთოდ მეორე მსოფლიო ომის გადაწერა. სტალინი ამბობდა და მართლაც ასე ისტორია წერენ გამარჯვებულები. ახლა თქვათ ფაშისტ რო გაემარჯვა ნაციონალ-სოციალიზმი ისტორია სხვანაირად დაიწერებოდა. მაგრამ გაიმარჯვა სხვა ძალამ და ისტორია დაიწერა სხვანაირად. თუმცა დღეს ამერიკელები ამის რევიზიას აკეთებენ და ამბობენ რომ მეორე მსოფლიო ომში გაიმარჯვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ეს არის როგორ გითხრათ ახლა ეს არის ძალდატანება ისტორიაზე და რა ვიცი ყველაფერზე რასაკურველია ეცით გაფეტიშირება მინდის რასაკურველია ხო ნუ ლენტლიზის მე უბრალოდ ვიცი გარკვეულ მაგრამ ეს არის კონტრპროპაგანდა რომელიც ისევ მის ავტორს უბრუნდება უკან ყველა ლაპარაკობს რომ ფაქტიურად კურსკის ბრძოლის შემდეგ უბრალოდ ეს დროის ამბავი იყო შეიძლება ამ დახმარებამ გამოიწვია ის რომ
1945 წელში დამთავრდა, ამ მაგრამ რო არ ყოფილიყო მეორე ფრონტის გახსნამ გამოიწვია ის, რომ სტალინი ვერ მივიდა ლა-მანშამდე. თორე აიღებდა პარიზსაც და გააწეთლებდა მთელ ევროპას. მაგრამ სასწრაფოდ გახსნეს მეორე ფრონტი, რომ არ შეეშვათ ეს ევროპის სიღრმეში. გაეჩერებინა დელბასთან. იქ უკვე კომუნისტური პარტიები გასაკუთრებით ახლა თქვენ საფრანგეთი ძალიან ძლიერი იყო. მორის ტორეზი ჟაკ ჯუკლო არჩევნების დროს 60-იან წლებში 25% აიღო. მერე იყო უბრალოდ რომ ამებმა მოიგონეს ევროკომუნიზმი, სანტიაგო კარილიოსი აქ ისა და შიგნიდან დაშალეს. კი ბატონო. უზარმაზარი ძალა იყო. კომუნისტური მოძრაობა იმ დროს. მოდით ჩვენ შეზღუდული გვაქვს დრო და კიდე გავაგზავნოთ ეხლა ამაზე საუბარი. აი მოვიდა პერიოდი ფაქტიურად მაო ძედუმი უკვე 3 სექტემბრიდან შეიარაღებული წითელი არმიის მიერ და აი ამ დახმარების შემდეგ მიდის იღებს მთელ ჩინეთის ტერიტორიას და იწყება რა უკვე ომი მთავრდება იაპონია კაპიტულაციას აწერს ხელს აი ამ კაპიტულაციაში აი კაპიტულაციის დროს მაო ძედუმი არ ვაჭრობს აი მე თუ მეჩვენება აი ეს მომენტი იცით რაღაცა ყველგან გაფართოვდა ტერიტორიები სტალინმა პოლონეთს მისცა ეხლა პუტინმა რო გაახსენა პოლონეთს მისცა გდანსკი და ზღვაზე გაიყვანა ასე ვთქვათ უკრაინას მისცა ლვოვი გადაანაწილა წაუფეშკეში ასე შემდეგ იქითკენ მოხდა სუდეტების დაბრუნება ჩეხეთთან და ნუ პრინციპში ყველაფერი იყო მაგრამ აი ჩინეთის დროს მაომ რა მიიღო ტერიტორიულად აი უბრალოდ აი რა შეიძლება ითქვას ფაქტიურად ტერიტორიულად არაფერი არ მიუღია მაოს უბრალოდ და აი რითი იყო ეს გამოწვეული აი ეს შეზღუდული ტერიტორიები მას შეეძლო დაუშვათ თქვენ იცით რომ იგივე აი ვიეტნამთან ომი 1978 წელი რო იყო იქაც ტერიტორიული პრეტენზიები იყო გარკვეულად დღესაც არის ბირმასთან დაკავშირებით მაგრამ მაინც და მაინც არ გადაუხედიათ კუნძულები აი ახლა რო არის კუნძულების ათვისება ფილიპინები და აი ამ წრეში ვიეტნამ და ტაილანდში ცარიელი კუნძულები ესეც არ აუღია რითი იყო მოდით ესე დაგისვამთ შეკითხვას მაოს თუ უცდებიალოდ გამისწორებთ არა ამბიციურობა ტერიტორიების მიმართ მე ამას ცოტა სხვა კუთხით შევხედავ ბადრე ეს არის როგორ გითხრათ ეს არის ჩინური კულტურიდან საინტერესოა წარმომავალი პრინციპი ჩინეთი არ არის იმპერიალისტური ქვეყანა კლასიკური გაგებით ჩინური იმპერიალიზმი აი როგორც თქვა ბრიტანული იმპერიალიზმი იაპონური იმპერიალიზმი აი გვერდით ხო რუსული იმპერიალიზმი ფრანგული ასეთი ბუნებაში არ არსებობს ისტორია ასეთ იმპერიალიზმს არ იცნობს ანუ ჩინური კულტურა რაზეა კონცენტრირებულია მშვიდობა წონასწორობა ვაჭრობა აი როგორც კი ეს პრიორიტეტები დაკარგა ჩინეთმა ეს 19 საუკუნე ბრიტანეთის მეშვეობით ჩინეთი დასუსტა და მივიღეთ დამცირებული ჩინეთი 19-20 საუკუნე როდესაც მან დაკარგა თავისი ფუნქციაც დაკარგა პირველი ეკონომიკა იყო კაცო სოფლიოს წარმოგიდგენია და დაჩაჩანაკდა ნახევრად კოლონიურ ქვეყნად იქცა და პლუს ამას დაკარგა ტერიტორიები ახლა ჩვენ ლაპარაკობთ აქ რაღაც კუნძულებზე და 4 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტი აქვს დაკარგული ამურისპირეთი და სხვა ჩtildeოეთი აი რაზეც არ ლაპარაკობენ რაზეც გაჩუმებულები არიან იგივე კევეჟდე გათვლილი ის რო იყო ომი და უშუალოდ ჩანკაიშის ზალა ბატონო ბადრი ჩიტა ბაიკალისპირეთი 4 მილიონი კვადრატული კილომეტრი ხუმრობ თქვენ ხაბაროვსკი ბოლიქვია ხა ირკუტსკი ბლაგოვეშენსკი გათვლილი ქალაქი ეს ჩინური ტერიტორიებია და ბოლოს უბრალოდ გამოძახილი მაინც 1979 წელს იყო ხრუშოვთან ისა პლუს ამას ნუ ახლა ნუ ხრუშოვმა დაუბრუნა მას აი პორტარდური დაუბრუნა მაგრამ აი ხან ის რო იყო
1969 წელს ოფიციალური შეტაკება. დამასკის კუნძული, რომელიც ერთი კუნძულისთვის. ხო, რომელიც ახლა ჩინეთის შემადგენლობაშია. დღეს მაგრამ ჩინეთის პრობლემა აღარ ტაივანი. კი ბატონო. ეს არის პროვინცია ჩინეთის, რომელიც არანაირი დამოუკიდებელი სახელმწიფო იქ არ არის. ეს არის ჩინეთის ორგანული ნაწილი. 59 წელს უკვე როცა მოხდა ჩერჩილის გამოსვლა ფულტონში, უკვე პრაქტიკულად 3 წელი იყო დარჩენილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გამოცხადებამდე. მცდელობაც არ გაუკეთებია დაუშვათ იმ შემთხვევაში. ბადრი ეს იყო ჩანგაიშის რო გაიზრიერებია. ამერიკული პროექტი იყო ეს, იმიტომ რომ აღიარა ჩანგაიში გაიქცა ტაივანზე, გაეროში წარმომადგენლად შტატებმა აღიარეს და 73 წლამდე იყო. დიახ, ტაივანი და სანამ ჩინეთ-ამერიკის ხაზი არ გაიხსნა რა, ეს უკვე ნიქსონი 72-ში თებერვალში ჩადის მაოსთან და იქ უკვე ახალი პროექტი ამუშავდა ჩინურ-ამერიკული და მე ეს ისევ ამერიკელების თავსატეხი გახდა. ხარიერების უკვე შეიტანეს ინვესტიციები, ტექნოლოგიები და ჩინეთ ხო ხედა. სანამდე მივედი. იქიდან დაიწყო, მაგრამ de facto სანამ დენ სიაოპინი არ გამოჩნდა, დენ სიაოპინი ახლა დენ სიაოპინი ეს უზარმაზარი ფიგურაა და სხვადასხვის დენ სიაოპინმა შეუნახა ერთგულება და სიყვარული მაოს. ძალიან უყვარდა მაო და ამავე დროს ძალიან ეშინოდა მაოს. კი ბატონო. ერთი ფაქტია. 76 წელს, როდესაც ჯო ენლაი გარდაიცვალა. ჯო ენლაი ეს მარჯვენა ხელი იყო მაოს ფაქტურად პრემიერი, რომელზედაც ეს აღმასრულებელი მთელი ეს პერიპეტიები ჯოუზე გადადიოდა. კიბოთი გარდაიცვალა ეს. კი ბატონო. 76-ში, მაგრამ 6 თვეში მაოც მიყვა. 9 სექტემბერს 76-ის მაო გარდაიცვალა. უკვე აქ ჩინეთის კომპარტიაში უკვე იწყება ბრძოლა ძალაუფლებისთვის. თქვენი ცნობილი ის, რა ქვიან, ხუაგოფენი, აქ არის, რა ქვიან, ლინბიაო, აქ არის 4 ბანდა, ძიანცინი და აქეთ ამ ხარეს იყო ჯოუ და იყო დენი, ხო? ჯოუ წავიდა, დარჩა დენი. დენ სიაოპინი შეავიწროვეს და იძულებული გახდა ეს წასულიყო ნებაყოფლობით გადასახლებაში. 91 წლამდე იყო იქ. მე ბრუნდება ტრიუმფით და მე რაც ხდება ჩინეთში ხედავ დაგერე. ესე იგი, ამ წლების განმავლობაში 59 წლიდან ფაქტიურად მაოს ლიდერობა იყო აბსოლუტური მონოპოლიზირებული. მე გენერალები რო ვახსენე, რომ არ იყო ფაქტიურად გენერალიტეტი თვითონ ჩამოაყალიბა ცოტა ხნის შემდეგ მაომ. ომის შემდეგ ფაქტიურად ჩამოტარდა იგივე ჯუდეს გარდა ჩვენ რო არავინ არაფერი არ ვიცით და ალბათ ამან შეუწყო მაოს კარიერულ ტრიუმფალურ სვლას, რომ მთლიანად თავის სიკვდილამდე მაოს მიმართ მე არ ვიცით გადატრიალების შემთხვევა მაოს სიცოცხლეში არ ფიქსირდება სერიოზული რაღაცა ან ისა კულტურული რევოლუციის დროს კი ლაპარაკობდნენ რაღაც მტრებზე რაღაცებს გამოჩნდნენ ხუნვებინები საოფანები გახსოვთ ეს ყველაფერი, მაგრამ აქ უკვე სხვანაირი ლაპარაკი იყო. ეს განაპირობა ბატონო ბადრი იმან რომ მაო ძედუნს ჰქონდა უზარმაზარი ავტორიტეტი. ახლა თქვათ ჩვენ ასეთი შედარება შეიძლება გავაკეთოთ. სტალინს ჰქონდა უზარმაზარი ავტორიტეტი და ომის შემდგომ ეს უკვე გაღმერთებული იყო იოსებ სტალინი. დაახლოებით იგივე სიტუაცია მაოსთან. ახლა საინტერესო იმებს წერდა ნიქსონი მოგონებებში წერს და კისინჯერი სხვადასხვას. რომ ჩავედიოდა მაოსთან შეხვედრა მოუწყვეს. მაოსთან შეხვედრა გაოგნებული დარჩა. კი ბატონო. ნიქსონი თუ როგორი ავტორიტეტი ჰქონდა ამ კაცს ჩინელებში. ბატონო თემურ, ახლა ძალიან სამწუხაროა დრო ჩვენი იწურება. რასაკვირველია ამ განაცემის შემდეგ ისევ და ისევ საყვედურებს მივიღებ ჩვენი მაყურებლებისგან, რომ თქვენ ისევ არ მოგეცათ საშუალება, რომ ეს საინტერესო ის დაგვესრულებინა, შეზღუდულია სამწუხაროდ დრო. მე ვპირდები ჩვენ მაყურებელს, რომ ჩვენ ამ წლის ბოლომდე აუცილებლად ვნახავთ კიდე ბატონ თემურ ფაჩულეას საინტერესო თემაზე ჩინეთის, როცა ვისაუბრებ ჩინეთზე. კიდევ ერთხელ ბატონ თემურ, დიდი მადლობა გავახსენებ ჩვენ მაყურებელს, რომ დღეს ფილოსოფიის მეცნიერებათა
დოქტორი პროფესორი თემურ ფაჩულიაკ სტუმრობდა ჩვენ გადაცემა კი მიყავდა სინძიანის უნივერსიტეტის ექსპერტ კონსულტანტს პროფესორს ბადრი ნაჭყებიას გემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე მადლობთ ნაყოფს